როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი წარმოდგენები, მისი მსოფლმხედველობა და მისი აღქმები საერთო ცხოვრების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ არ მუშაობ. ჰაერში ვარ, დაკარგული ვარ, დაბნეული ვარ, აღარ ვიცი რა გავაკეთე. ყველა სტრატეგია ამოუწურე აბსოლუტურად. და ის ზუსტად აი ამ სტრატეგიების ამოწურვას შეგვიძლია დავარქვათ ფსკერი. აი ადამიანმა აღარ იცის რა ყველანაირი სტრატეგია რისი მოფიქრება შეეძლო რომ მოიფიქრა და ეხლა აღარ იცის რა გააკეთოს, რითი გაერთოს თავი, რითი დაიმედოს თავი, როგორ იცხოვროს რო აღარ იცის, აი ამ მდგომარეობას ქვია ფსკერი. ზოგ ადამიანს შეიძლება ეს შეფუთულ მდგომარეობაში მიეწოდოს როგორც რაღაც ნარკოტიკზე დამოკიდებულება და მერე ყველაფრის წართმევა, ურთიერთობების გაშორება და წართმევა, ახლობელი ადამიანის დაღუპვა, ან რაღაც ტრავმა ფიზიკური, კატასტროფა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის აუცილებელი პირობა. არ არის აუცილებელი პირობა, რომ ადამიანს ეს დაემართოს, რომ შემდეგ თქვას, რომ მე ფსკერზე ვარ და ეხლა მივხვდი, რომ საჭიროება მაქვს დახმარების მოთხოვნის, გამოღვიძების, სიცხადის შემოტანის. არ არის აუცილებელი, რომ ეს კატასტროფები დაგვემართოს. ერთადერთი რაც მჭირდება არის ის, რომ საკუთარ თავს გულწრფელი კითხვა დაუსვა. რომ სტრატეგიებით ხომ არ ვცხოვრობ რა, საკუთარი სტრატეგიებით ხო არ ვცხოვრობ. და თუ ვცხოვრობ ამ სტრატეგიებით, მუშაობს ეს სტრატეგიები? და შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ გამუდმებით რაღაც გათვლები გვაქვს თავში რა. გამუდმებით წინასწარ მაქვს გათვლილი ამ ადამიანს რო შევხვდები, რას ვეტყვი, როგორი ურთიერთობა მექნება, წინასწარ მაქვს სტრატეგია, რომ მოდი ამას რო გავაკეთებ, მე ის იმას გააკეთებს და მე ეს სარგებელი მექნება. ფიქრებშიც ესე ვარ საკუთარ თავთან. გამუდმებით სულ რაღაც რასაც ვაკეთებ, გამუდმებით თავში მაქვს, რომ აი ამას რომ მორჩები, შემდეგი ნაბიჯი უკვე უნდა ვიცოდე, რას ვაკეთებ. და ეს სტრატეგიები მუშაობს რეალურად. ეს სტრატეგიები უზრუნველყოფს ჩემი ცხოვრების ხარისხს. და თუ ადამიანი ამას გულწრფელად დასვავს, მასში მოუწევს თქვას, რომ არა, ჩემი სტრატეგიები არ მუშაობს. და რა წამსაც ადამიანი გულწრფელად იტყვის, რომ ჩემი სტრატეგიები არ მუშაობს, ეგ არის ის სივრცე, რასაც შეგვიძლია ფსკერი დავარქვათ. რომ აღარ ვიცი როგორ ამ სტრატეგიებით შევდგები მე და თუ ეს სტრატეგიები არ მუშაობს, აბა რას ვთავაზობ, ეხლა რა გავაკეთე. და ეს არის ის მდგომარეობა, სადაც მე ადამიანი მიდის და დახმარებას ითხოვს. და ეს არის ერთადერთი მდგომარეობა, სადაც ადამიანს შეუძლია რეალური ცვლილებები დაიწყოს. რომ თქვას, რომ ჩემი სტრატეგიები აღარ მუშაობს.